წიგნების თაროს თავიდანვე ჰქონდა ამოცანა, რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ სატელევიზიო შოუ, არამედ ეს ყოფილიყო ქართველი მკითხველი ბავშვებისთვის თავშეყრის კომუნიკაციის და ერთმანეთის აღმოჩენის საშუალება. ამიტომ თავიდანვე მონაწილეები შერჩევა დაიწყეთ აი ამ მიდგომით, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ კარგი ბავშვები, საინტერესო ბავშვები, რომლებიც როლურ მოდელებად იქცევიან თავის თანატოლებისთვის, მაგალითს მისცემენ. ვიღაცები სხვადასხვა რეგიონებსა თუ ქალაქებში შეხედავენ მერე და იტყვიან, რომ მარტო მე არა ვარ, ვისაც უყვარს კითხვა, თუ ვინმე მარტო სულად გრძნობს თავს, აი სხვაებიც არიან და რაღაცა ეს დიდი ოჯახი შეკრულიყო და ესეც მოხდა დღეისათვის 1000-ზე მეტი ბავშვია წიგნების თაროს მონაწილე და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ რომ არ დავკარგოთ ხოლმე ეს ბავშვები, არის და დახურული ჯგუფი თაროელების, არის კომუნიკაცია და ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებში ყოველთვის თაროელები ერთვებიან. პირველი ბავშვები შევარჩიეთ აი ესე რომ დაიგზავნა სკოლებში განაცხადები, რომ დაიწყო რეგისტრაცია ახალი ლიტერატურული შოუსთვის და ბავშვები, რომლებსაც უყვართ კითხვა, გთხოვთ სკოლებმა მოაბილიზოთ და შემდეგ მათთან გასაუბრება გავიარეთ, ამოვარჩიეთ 32 გუნდი, საკმაოდ ბევრი გუნდიდან, ყოველთვის 100-ზე მეტი გუნდიდან გვიწევდა ხოლმე ამორჩევა და ამ ბავშვებმა, პირველი მერცხლები იყვნენ ფაქტობრივად თვითონაც არ იცოდნენ რა შოუზე იყო საუბარი, ხო და ამ ბავშვებმა შემდეგ ჩვენივრად გაართვეს ამ ყველაფერს თავი და პირველივე სეზონმა მე მგონი ზუსტად მაყურებელზეც ეს გავლენა მოახდინა, რომ სად იყვნენ ეს ბავშვები აქამდე თურმე ყოლია კითხველი ბავშვები თურმე წიგნს კითხულობს ახალი თაობა. ეს ახალი თაობისადმი რწმენა იყო ჩვენი მამოძრავებელი და სტრატეგიად ზუსტად ეს იყო, რომ ეს გადაცემა სამომავლოდ თვითონ ამ ბავშვებმა უნდა აკეთონ. და ესე მოხდა იმიტომ, რომ შემდგომ წლებში, როდესაც წიგნების თარო როგორც კომპანია გაიზარდა და გაფართოვდა და საჭირო გახდა, რომ დაგვემატებინა სცენარისტები, პროდიუსერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენი ესეთი ძალიან კაფიო პოლიტიკა დღემდე, რომ პირველ რიგში ვცდილობთ, რომ დავასაქმოთ თაროელები. ისინი, ვინც მანამდე მოთამაშეები იყვნენ და წიგნების თაროში დღემდე არაერთ ყოფილ თაროელს უმუშავია და დღესაც მუშაობენ და დღესაც პროდიუსერები ისინი არიან, სცენარისტები ისინი არიან, ყოფილი მოთამაშეები ანუ, ხო? და მოკლედ აი სულ მაგას ვცდილობთ, რომ რა პროექტიც არ უნდა განვახორციელოთ და ჩვენ ტელეშოუს გარდა კიდევ ბევრ პროექტს ვახორციელებთ ხოლმე, ყველგან თაროელები არიან. ისინი თვითონ ქმნიან წიგნების თაროს დღევანდელობას.